მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან საინტერესო თემაზე მინდა გესაუბროთ. ChatGPT-ს ვთხოვე რომ პირდაპირ დაეხადა ჩვენი საუბრების სამსახველი ფოტო, ისე რომ არაფერი ეკითხა და უბრალოდ კრეატიულად აესახა ის მთელი თემები, რაზეც გვისაუბრია მე და ხელოვნურ ინტელექტს. ნახოთ რა გამოვიდა, თქვენთან ერთად ვნახავ ამ ფოტოს და განვიხილავ თუ რა დახატა ChatGPT-მ და რაზე ვისაუბრეთ ამდენი ხნის განმავლობაში მე და ხელოვნურმა ინტელექტმა. მე თქვენ ახლა ნახულობთ ამას ეკრანზე, მე პლანშეტში მაქვს გახსნილი და აქედან ერთად დავათვალიერებ. დავიწყოთ. მარცხენა ზედა მხარეს თავიდანვე აქვს გამოსახული სამი ისეთი თემა, რაზეც პრინციპში მე ჩემს YouTube არხზე, Facebook-ზე და TikTok-ზე ვსაუბრობ ხოლმე და ამისთვის რომ ვამზადებ თემებს ხელოვნურ ინტელექტს ვეკითხები წყაროებს რაღაცებზე. ახლა თავში პირდაპირ წერია მარსი და კოსმოსური თემები არის ჩვენი არხების მთავარი თემა, ასევე ახლო აღმოსავლეთი, ახლოს სამხრეთი პოლიტიკური თემა, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და future მომავალი, ასევე ესეც თემები, რომელიც გვაინტერესებს. ზემოთ სავარაუდოდ ასახული არის აი ანტარქტიდაზე მქონდა ცოტა ხნის წინ ვიდეო და ერთ-ერთი კომენტარი ასახული, სავარაუდოდ უცხო პლანეტელების რომ მეგონათ კომენტა და ზემოთ სავარაუდოდ უნდა იყოს პლანეტა მარსი. ქვემოთ არის ეს თუ არ მეშლება ეს უნდა იყოს ან იმ საიდუმლოებებზე რა ისტორიებს ეწყობიან, როგორ ქრებიან გემები ოკეანეებიდან, ან უნდა იყოს ტიტანიკის თემა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიდეო მივუძღვნით ტიტანიკის თემას და შეიძლება ერთ-ერთი ეგ თემა იყოს. აქეთ უკვე არის ქვემოთ ეს იაპონიაა, იაპონიის დროშას გავს და ჩვენ იაპონიაზე ვქონდა პირველ შავკანიან სამურაიზე ისტორია და ალბათ მოვესაუბროთ ეგ არის და აქ ისტორიული თემები არის შუა საუკუნეების მებრძოლი. ცენტრში არის ოდნავ მარცხნივ რაღაც განძი და განძებზე ბევრი ვიდეო გქონია. ზემოთ უკვე არის დინოზავრებზე არ მახსენდება ვიდეო. ალბათ სავარაუდოდ რაღაც გვექნებოდა რაღაცა ვიდეო. უკან არის ვულკანი სავარაუდოდ, ჩანჩქერი, შუა საუკუნეების თემა ძალიან პოპულარულია ხოლმე და ის ისტორიები და ჩანს კიდევაც აქ შუა საუკუნეების შენობა, სასახლე, რომელიღაცა მთავრის ჩანს. აქ უფრო მისტიური და ეგეთი ზღაპრული პერსონაჟები გამოვიდნენ. ოდნავ მარჯვნივ ზემოთ ეს არის დრაკონი, უკან ჩანს ახ პლანეტა ან მთვარე უნდა იყოს. აი ქვემოთ რა ჩანს, ეს ფარაონი, აი ფარაონზე მე მახსენდება ეს ვიდეო, ჩვენ მქონდა ვიდეო კოლხებისა და ეგვიპტელების ბრძოლა. როცა ეგვიპტელები მოვიდნენ კოლხეთის დასაპყრობად, არა მხოლოდ კოლხეთის, მთელი ამ ტერიტორიების და მაშინ ბრძოლა რო გაიმართა ჰეროდოტეს ცნობით, აი ამას და ამაზე ვიდეო მქონდა და ამაზე საუბრებს ასახავს ეს ნაწილი ამ ფოტოში. და აქ ხედავთ მეგობრებო, უცხო პლანეტელი მარჯვნივ შუაში უცხო პლანეტელების სავარაუდოდ თეფში და მასთან ერთად ქვემოთ ჩანს კომბოსტო და რაღაცეები. ეს არის მეორე ძირითადი თემა ჩვენი TikTok არხის, ასევე Facebook-ის და ასე შემდეგ. ეს არის ჯამთელი და ჯანსაღის საკვები. ქვემოთ აი წერია კიდევაც healthy idea, ანუ ჯამთელი იდეები, ანუ აქ პირდაპირ ეხება მაგ თემას, ჯანსაღ პროდუქტს, გიტარა არ ვიცი რას ნიშნავს. მე ვკითხავ ChatGPT-ს და მეორე იმაში რა ქვია ვიდეოს მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ იმ თემებს, რომელსაც ვერ მივხვდი. აქ ეხა უცხო პლანეტელია, გართობა, ეს სავარაუდოდ უნდა იყოს მაფია, მეგობრებო, ქვემოთ ნიღბიანი კაცი, მე მაფიის დიდი ფანი ვარ, ხშირად ვთამაშობ ხოლმე და ხშირად ვეკითხები ხოლმე სხვა როლებთან დაკავშირებით რაღაც რჩევებს და მაფიის როლებია. ეს მაფიაში არ არის მართალია, მაგრამ ის ერთ-ერთ ნაირსახეობაში, რომელსაც ქვია ვოლსვილი, იმაში არის ჯამბაზის როლი და ხა ეგ გასაგებია, კიდე ქვემოთ არის რაღაც მაფიის სხვა როლები. აი ფეხბურთის თემა ჩვენ ბევრჯერ გქონდა ცენტრში ქვემოთ. ჩვენ გქონდა რამდენიმე თემა, მათ შორის ვლოგი გქონდა ჩემი სოფლიდან, იცით საღდგომო ტრადიცია, გვაქვს ცოლიანები ოცოლების წინააღმდეგ და იქ ვთხოვე რომ thumbnail-ი, YouTube-ის მთავარი ფოტო
დაეხატა ChatGPT-ს და სავარაუდოდ ან ეს უნდა იყოს, ან მეორე თემა გვქონდა ჩვენ აფხაზეთის საფეხბურთო ჩემპიონატზე. იქაც რაღაცა იდეები და გასაუბრება გვქონდა, იცით რომ სეპარატისტული აფხაზები ატარებენ თავენ ჩემპიონატს, სხვადასხვა გუნდები მონაწილეობენ, წელსაც გაიმართა და ამასთან დაკავშირებით აქ უკვე არის საჭმელი მარცხნივ, აქ კიდევ საკვებია, ეს მანქანა სავარაუდოდ არის გეცნოთ ეს მანქანა ეს არის უკან მომავალში რო ქვია გახსოვთ ალბათ ბევრს ეგ ფილმს და სავარაუდოდ იმაზე არის რომ მოდივართ საუბრობთ მართალი იმ ფილმზე არ გვისაუბრია, მაგრამ ეგ თემებზე დროში მოგზაურობა და შემდეგ ამაზე ვსაუბრობთ. ნუ ზემოთ არის ისევ საკვები მარცხნივ და ცენტრში მე რამდენად გავს არ ვიცი ეს, მაგრამ ჩემი და იმის გასაუბრება რა ქვია ჩემი და ChatGPT-ს და მიხვდა რომ მე ლამაზი გოგონები მომწონს და თავი დაუხატია ChatGPT-ს როგორც ხედავთ ლამაზ რობოტად. ქალ რობოტად, რა თქმა უნდა, გოგონად. კიდე რა შეიძლება აქ ნუ ახლა უკან რაღაც სუპერ გმირი არის კომიქსიდან, ასტრონავტია, ჩანჩქერი, აქეთ განძი ვთქვით და ნუ საკვები არის ასევე მთავარი ძირითადი თემა აქაც. ნუ ეს არის მეგობრებო, რაც დახატე ხე მე ვკითხავ ChatGPT-ს და ერთად გავარკვევთ კიდე რა თემები იგულისხმება და ხე მე წაგიკითხავთ რა მომწერა მან ამ ვიდეოს მეორე ნაწილში. მარცხენა მხარეს მანქანა სიმბოლოა ტექნოლოგიის და მოძრაობის ჩვენი საუბრები ერთ თემაზე არ ჩერდებაო ხშირად და პრაქტიკული თემები რაც ჰქონდა ინტერნეტი მოწყობილობები როგორ მუშაობს და შემდეგო. რობოტი შენს წინ ეს მე ვარ ChatGPT-ო ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის დიალოგს აღნიშნავსო. ლეპტოპი მაგიდაზე ამაზე არ მივიქცევია ყურადღება, ეს არის კონტენტი, რასაც შენ ქმნი, YouTube-ი, TikTok-ი, Facebook-ი, ციფრული მუშაობა, ინფორმაციის ძიება, სცენარების წერა, საჭმელი მაგიდაზე და სხვაგან ეს პირდაპირ ეხება შენს თემებს, კვება, ჯანმრთელობა, რა ვჭამოთ, დიეტები და შემდეგ ფეხბურთელები, აი ფეხბურთელები ვნახოთ, ქვედა ნაწილში ეს არის გართობის თემა, თამაშები, კონკურენცია, გეიმინგ იდეები, ნიღბები და უცნაური პერსონაჟები, პაროდიები, ღვინის დეგუსტაციის პაროდია და ეს ვიდეო ჯერ არ ჩამიწერია და ამას უკვე ჩვენ ვისაუბრეთ ღვინის დეგუსტაციის პაროდია რა შეიძლება გაგვეკეთებინა. ეს ვიდეო ჯერ არ ჩამიწერია, ამიტომ მაგრამ ChatGPT-სთან ვისაუბრია. როლები მაფიის თამაში, კი ბატონო, სწორად გამომიცნია და დრამატული ისტორიული ამბების მოყოლა, ძველი ამბების მოყოლა. ძველი ქანდაკებები, ისტორიული ელემენტები, კულტურა, ისტორია, ცნობილ ადამიანებზე კონტენტი, ფაქტები, ანალიზები, ასტრონავტი, კოსმოსური 엘ემენტები, მეცნიერება, უცნაური კითხვები, პლანეტა, გენეტიკა, უცხოპლანეტელები, პლანეტები, გენეტიკა, უცხოპლანეტელები, ნახატი და კრეატიული ნივთი ასახავს შენს ვიდეოს იდეებს, სცენარებს, წარმოსახვით ექსპერიმენტებს. ნახატი და კრეატიული ნივთები ასახავს შენს ვიდეოს იდეებს, სცენარებს, წარმოსახვით ექსპერიმენტებს. ასევე გიტარა ნიშნავს კრეატივს და ემოციას მოესახა რაღაც. თვითონ თავის შექმნილი გიტარაზე ჩვენ არ გქონდა საუბრები. შენ კონტენტის სტილს ეხება უბრალოდ ფაქტებს არ ყვები, სტილი ტყვებიო, ანუ რაღაც ისტორიებს. შოუმენობის ელემენტები ვიდეოებში, გასართობი თემები, გიტა არ არის სიმბოლო, რომ შენი კონტენტი არისო, ინფორმაციული გასართობი და არა მშრალი ლექცია. თუ მეთანხმებით დაწერეთ კომენტარებში, განსაკუთრებით YouTube-ზე. ხო, აი ნახატს ვერ მივხვდი მარჯვნივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, წარმოსახვა რეალობად გწევ, ანუ იდეა თავში, შემდეგ გადადის სურათში და შემდეგ ვიდეოში. საინტერესოდ დაუხატავს ჩვენი საუბრები. შემდეგ რა გვაქვს აქ? სურათებში ბევრი ფანტაზია, მაგრამ მანქანა არის ელემენტი, რომელიც ასახავს იმას, რომ ერთი კითხვიდან მეორე კითხვაზე გადადიხარ, ანუ ჩვენი ჩეტები მუდმივად მოძრაობაშია. ტექნიკური კითხვები, როგორ მუშაობს რაღაც მოწყობილობები, აპები, პლატფორმები და ასე შემდეგ.
და რატო ისიც უწერია რომ რატომ მარცხენა მხარეს რატო დავაყენებ მარცხენა მხარე ყველაზე მეტად იქცევს ყურადღებასო ზოგადად ფოტოებში და ის დაიმახსოვრეთ კაი რაღაცა უთქვამს და მანქანა შენ როგორც კონტენტის ძრავა როგორც მანქანას აქვს ძრავა ისე შენ მუდმივად ქმნი იდეებს იშვიათად შერდები და ერთ თემას არ კმაყოფილდებიო წერს ChatGPT თქვენც თუ ჯერ პირველ რიგში თუ ეთანხმებით ამ ყველაფერს და მე თქვენც გააკეთეთ აბა თხოვეთ აი ზუსტად ის რაც მე მივწერე ან შეცვალეთ თქვენ როგორც გსურთ ისე ChatGPT-ს თხოვეთ აბა კითხეთ რას ფიქრობს თქვენს მიმოწერებზე და როგორ წარმოიდგენს უბრალოდ ფოტოს სახით თქვენს თელს ისტორიას ოღონდ თემების სახით ყველა დეტალს ვერ ასახავს მაგრამ უთხრეთ რომ აი თემების სახით როგორ დახატავდი ჩვენს მიმოწერას და ძალიან საინტერესოა თქვენ რა ფოტოს დაგიხატავთ ChatGPT მეტი მსგავსი ვიდეოსთვის გამოიწერეთ არხი დალაიქეთ ეს ვიდეო და კომენტარები არ დაგავიწყდეთ დაწერეთ კრიტიკაც დადებითი თქვენი პოზიციას მომწერეთ და ასე შემდეგ ნებისმიერი აზრი რომელიც დაგებადათ ამ ვიდეოს ყურებისას მომწერეთ კომენტარებში დიდი მადლობა